მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი. დიახ, მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი. სოკრატეს ეს ცნობილი ფრაზა მინდა წავუმძღვარო ერთ პატარა მაგალითს, რომელიც ერთ-ერთ ლექციაზე მოვისმინე და ჩემთვის ძალიან საინტერესო და დასაფიქრებელი იყო და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა. ეს ბერძნულ ენაზე იყო ეს ლექცია და ამიტომ YouTube-ში ქართულად დაიწყებთ ძებნას. მოკლედ მაგალითი იყო ასეთი. თუ ავიღებთ ბოთლას, ნიშნულობა არ აქვს იქნება ეს პლასმასის თუ იმის, რა ქვია, შუშის და ძირით მივაყუდებთ ნებისმიერ ადგილას, საიდანაც სინათლე შემოდის. ანუ ძირზე რომ ეცემოდეს სინათლე, იქნება ეს მინა, კედელი თუ ნებისმიერი რამ, თავარი რომ ძირს ეცემოდეს სინათლე. და ავიყვანთ ფუტკარს და შევსვავთ შიგნით, ფუტკარი დაუფიქრებლად წავა სინათლისკენ, ანუ ბოთლის ძირისკენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ფუტკარი ძალიან გონიერი მწერია. და მაინც არის ერთი მაგრა. ფუტკარი გამუდმებით წავა მხოლოდ ძირისკენ და არ შეეცდება სხვა გასასვლელის მოძებნას. და დაახლოებით 1 საათის შემდეგ ეს მისი მცდელობა, რომ გავიდეს სინათლეზე და გააღწიოს და გავიდეს თავისუფლებაზე, დამთავრდება ძალიან ცუდად. რა თქმა უნდა, ხვდებით, რომ მოკვდება ფუტკარი, მაგრამ იგივე ბოთლაში თუ შევსვავთ ბუზს, ბუზი ასევე ვიცით, რომ წყალებში რო ვთქვათ, როგორი უტვინო და შტერი მწერია. ყოველ შემთხვევაში ასე არის მთლიანად საზოგადოებისთვის ცნობილი, ასე აღვიქვამთ, ასე გვასწავლეს. მაგრამ ბუზს ფუტკარისგან განსხვავებით აქვს ერთი კარგი თვისება, რომ ბუზმა იცის ის, რომ არაფერი არ იცის. და აქედან გამომდინარე ის არა მხოლოდ ძირისკენ წავა, სადაც სინათლეს ხედავს, არამედ მთლიანად იტრიალებს ბოთლში და მანამდე იტრიალებს, სანამ და შეეცდება რომ გამოფრინდეს, სანამ არ იპოვის გამოსავალს, ანუ გამოსასვლელს. და ბუზივით მხოლოდ ერთი ფუტკარივით მაპატიეთ, ერთი მიმართულებით არ შეეცდება მხოლოდ ფრენას და არ მიეხეთქება ყოველთვის ბოთლის ძირს. და სწორედ ეს არის ფუტკარის ერთადერთი ნაკლი და შეცდომა, რომ მან იცის ფუტკარმა, რომ სადაც სინათლე იქ არის გასასვლელი, ხოლო ბუზის შემთხვევაში, რომელმაც არაფერი არ იცის და იცის, რომ არაფერი არ იცის, გამუდმებით ტრიალებს, სანამ არ იპოვის უკეთეს გაგრძელებას, უკეთეს გამოსავალს, ან გასასვლელს, ან თავისუფლებას. მე ახლა დაახლოებით გიხსნით, ხოლო რა თქმა უნდა ხვდებით და ალბათ იმასაც მივხვდით, რისი თქმა მინდა. უბრალოდ ერთ რამეს გაუსმევ ხას, რის გამოც მოიყვანა ლექტორმა ეს მაგალითი, რომ პირველ რიგში იყავით გახსნილები, ელასტიურები, გქონდეთ მიმღებლობა და ყველაზე მთავარი გიყვარდეთ და მიიღეთ საკუთარი თავი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში და რაც არ უნდა მოხდეს, თუ კარგია და გაიმარჯვებთ, გიხაროდეთ რა თქმა უნდა, თუ არა, ესეც მადლიერებით მიიღეთ, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ გაკვეთილი, გამოცდილება და ამის გამო შეიქმნით ტრაგედიასო და ასევე გვაგფრთხილებდა, რომ ცოდნის მიუხედავად, იქნებით ფუტკრებივით, ყველაფრის მცოდნეები, თავდაჯერებულები, რომ იმის გამო რომ მე რა კი ვიცი, მე всё დამთავრდა. პირიქით, გქონდეთ ეს ბუზის ეს თვისება, რომ მე ვიცი, ის რომ არაფერი არ ვიცი. რომელიც დასაწყისში გითხარით სოკრატეს ფრაზით. არ ვიცი, რამდენად გარკვევით და საინტერესოდ გადმოვეცი, ყოველ შემთხვევაში შევეცადე. დიდი მადლობა მოსმენისთვის.